თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურის 3 მოწმე დაიკითხა. ჩვეულებრივი მოლაპარაკება ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლო მორიგება მოხდარიყო მხარეებს შორის. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ესეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება პირიქით, კარგია. ინიციატორი იყო ამ შემთხვევაში წინა შეხვედრების, რა თქმა უნდა, ბრალდებული და მისი ადვოკატი და ხვდებოდი, არც ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული და გასაკვირი. მე ხლა არ მინდა ეს გამაცხადო, თვითონ სათვლიან საჭიროთ იტყვიან. მათ ჰქონდათ პოზიცია გაჟღერებული ის რომ რაღაც გარკვეულ რაღაც პირობებზე თანახმა იყვნენ. ეს ჩვენ ხარისთვის მიუღებელი იყო, მე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პოზიცია. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არავითარი კრიმინალური შოჩიკები არავისთვის არ აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს WhatsApp-ის მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას. ეჭვები გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა მტკვარი გეს. და აქედან გამომდინარე დაიბადა ეს ეჭვები. გამოვლინდა რომ იმ ნაწილშიც ჩვენი ღმერთმენით ადგილი აქვს საკმაოდ დიდი თანხების გაფლანგვას და მითვისებას, თუმცა იქ ასე ვთქვათ ის საქმე ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რა ეტაპზეა და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ნაწილშიც მინდა გამომარტო რომ ვერაფერს დეტალურს ვერ გეტყვით, ამ მტკიცებულებების განხილვას ვერ მოვახდენ. პროცესი როგორც იცით საჯაროა, მიმდინარეობს ჩაწერა. შეგიძლია ჟურნალისტებს დაწყდეთ და ყველაფერს მოусვენოთ. თქვენ არ იყავით მორიგებით დაინტერესებული ბატონ გიორგი? თქვენი უფლებადამცავი. მე მორიგებით არ ვიყავი დაინტერესებული. მოხდა ორი შეხვედრა ივანიშვილთან, ივანიშვილის წარმომადგენელთან, ჩემი ინიციატივით. პირველივე შეხვედრაზე მე უთხარი რომ როგორც ჩანს ეს არის ფაბრიკაცია. ამ ფაბრიკაციაში მე დამეხარჯება რაღაცა გარკვეული თანხა. და ამ თანხას, რაც ჩემი ხარჯები იქნებოდა ჩემი სიმართლის სამტკიცებლად, თუ გინდათ გადაგიხდით და დავიშალოთ თქო. ანუ ესეც მორიგება იყო ერთად. ესეც მორიგება იყო, კი, ეს თანხა რა თქმა უნდა იყო ალბათ იმის 1% ან რაღაც 2%, რასაც ის ითხოვს. მეორე შეხვედრაზე მე უთხარი უკვე დრო გასული იყო, ანუ საკმაოდ რამდენიმე თვე იყო გასული, მე უთხარი მეთქი ეს თანხა უკვე პრინციპში დახარჯულია თქო და მე გთავაზობთ რომ უბრალოდ დავიშალოთ თქო და თანხაზე აწის საუბარი საერთოდ არ იქნება თქო. ამის მერე იყო მათი შემოთავაზება? ამის შემდეგ იყო უკვე მათი შემოთავაზება, მათი ულტიმატუმით. ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და სწორედ ბრალდებულმა რეალურად ეს თანხა მიითვისა და უკვე შემდგომ მოახდინა ამ აქტივების ლეგალიზაცია. მისი ჩვენება განმეორდები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განმარტებების სრულად თანხმედრაში არის დოკუმენტებთან და ამ ორ მოცემულობას, მოწმის ჩვენებასა და დოკუმენტაციას შორის არსებობს სრული თანხმედრა, რაც თავის მხრივ მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელოვანებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე ის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო. ესეთი ტენდენცია არის, რომ როდესაც რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები და შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონი ჯაფარიძის და ბატონი ხაზარაძის кейსიც, ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, ამ შემთხვევაში უკვე ბატონი ბაჩიაშვილიც მიუერთდა მათ რიგებს, ისინი ცდილობენ, რომ რაღაცა პოლიტიკას ამოეფარონ და მათი გარე უფროსებისგან, ვის დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს და მოაბრუნონ უკან მართული აგენტები, რომლებიც მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ. შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ, ერთი და იგივე მესიჯ ბოქსით მოქმედებენ. ბაჩიაშვილმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, მან იცით რომ 900-მდე ბიტკოინი მოპარა ბიძინა ივანიშვილს და ეს დავა არაერთი წელი აგრძელდება, თუმცა რატომღაც ბაჩიაშვილმა ჩათვალა, რომ მას შეუძლია ამოეფაროს პოლიტიკას, ამოეფაროს პოლიტიკურ ძალებს, ოპოზიციურ რადიკალურ ძალებს და აფინანსოს ისინი იაროს აქციებზე და ამით შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი გარანტიები, ისევე როგორც მას ასევე გარედან გარკვეული ძალები, როგორც ჩანს, აძალებენ თანამშრომლობს რადიკალურ ოპოზიციასთან და აფინანსოს ოპოზიცია იმ გარანტიებით, რომ ისინი მას მიცემენ საშუალებას დამალოს ის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა.